მუშაობა იბრძოდნენ ამ ბრძოლას, ეროვნულ ბრძოლას და დიახ, ჩვენს ახალ თაობებს გვიწევს ამ ბრძოლის გაგრძელება. ეს არის შეუჩერებელი ბრძოლის ერთი წელი და ჩვენ აქ ვართ. ვართ ძალიან ბევრი. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რუსული რეჟიმის, რუსული კანონებისა, რეპრესიული კანონებისა, დაშინებისა, დაჭერებისა, მიუხედავად კასოვის პოლიტიკური პატიმრის, სინდისის პატიმრის, დაჭამები და ნაცენი ადამიანის ჩვენ გავართ აქ ისრაელის გამზირზე და ყველანი ერთად. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად დავხდებით ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაზე. და ეს არის ჩვენი ქართული, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული, ნამდვილად მართალი სახელმწიფოს ბრძოლა და არა ისეთი ქვეყნისთვის, როგორც შეერთდა ივანიშვილის რეჟიმი. და ყველაფრის და მიუხედავად ამდენი მოქალაქე დგას აქ და მადლობა დიდოულ ქართველს პირველ რიგში, ვის უსტავაზე დგას ამდენი კალია ბოლომდე ერთვის რეჟიმს და ვინც ზუსტად იცის ის წინაშე გავართ, ის წინაშე ვართ ჩვენ ყველანი ერთად, მაგრამ ვაიცვართ ერთ ამ ბრძოლას. ვართ თუ არა ამ ბრძოლაში ერთიანები? დიახ, ბევრი მხრივ, ბევრი კუთხით ჩვენ ვართ ერთიანები. როგორ არა ვართ ერთიანები ათიათასობით მოქალაქე, რომელიც ერთი წელია ვითხოვთ აქ, ვითხოვთ თავისუფალ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გადახდებას და რეჟიმის დასრულებას. და ჩვენ ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს აუცილებლად. ერთი დღით თუ ახლოს ვართ ამ გამარჯვებასთან. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს აქ მომმართავ ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენელი და მე მინდა რომ სიტყვა გადავსე პარტია გირში მეტი თავისუფლების წევს გენადი გოლოგაძეს. Sakar
Thank you.
სხვა გზა რეჟიმს არ გაჩვენა და
დაციე ცოტა, დაციე მიკროფონი. ხოლო იმიტომ რომ არ შეიძლება. ხოლო იმიტომ რომ არ დაელოჩებიან რეჟიმის მიზეზები. ხოლო იმიტომ რომ უყვარდეს. ხოლო იმიტომ რომ საქართველოს დემოკრატია, ევროპული მომავალი და თავისუფლება ჩვენს გზებზე, ჩვენს გზებზე უნდა გადაიაროს ამ ბრძოლას. ერთი დღის თავი ჩვენ იმემიგრანტებს რომელსაც ხმის უფლებას ართმევენ იმ მოტივით, რომ რეჟიმს მათ სამშობლოს განცდა დაუყოვნოს, რასაც რუსული რეჟიმი ვერ ეხილავს. ჩვენ დავარდეით, რადგან ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავაგონოთ. საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულობიდან. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ეროვნული არჩევანი არის ევროკავშირი, ევროპული მომავალი, ჩვენი წარსული ალყა და მომავალი უკავშირდება სწორედ დემოკრატიის თავისუფალ განვითარებას. ერთი დღის თავი უფრო მეტი მიზეზი დამგეკანა ერთად და რაც მთავარია ჩვენს მოქალაქეებს ყველა გულშემატკივრს უთხრათ ჩვენ არ ვიმეფდებით რეჟიმის რეპრესიების წამებების გაზით დაუბრუნების თუ ბევრი სხვა დიქტატორული მეთოდის მიუხედავად ჩვენ არ დავიქრებით ბოლომდე იქამდე სანამ საქართველო არ დაიმართა სანამ საქართველოს პერიოდის სამეზე დამარცხების გული არ იქნება და ვიდრე რეჟიმს არ მოუწევს რომ გაკეთებინა უნდა მოუწევებულმა დატოვოს ეს ქვეყანა გამარჯვება ხალხშია ძალა ერთმანეთშია გამიმარჯვა მომდევნო ამისხები უფლება დამზები გადამგებადია მეგობრებო, თანამედროვე ეს ჩვენი ბრძოლა ამერიკული ბრძოლის ძალზე, რომელიც ერთი წელიწად არ შეჩერდა. უბრალოდ ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა უარი გიჩნდა ევროპულ მომავალზე, მაგრამ ერთი რამ ვერ გაგვალა. ეს არის ქართველების სწავლა თავისუფლებისათვის. ამ გზაზე ჩვენ ნახეთ ყველაფერი, ჩვენ ნახეთ წემა, წამება, დაკავებები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რეჟიმმა ვერ შეძლო ვერ დაგეხა ჩვენი წინააღმდეგობა. განახად ალბათ ყველას მიჩნდება რაღაც ძიმე განცდები. შემოგვიჩნდება იმედობის ჭია. ზუსტად ამ დროს ამოიღებდა გაზმისზე ეჭია. შეახსენეთ ერთმანეთს. სანამ წინააღმდეგობა არსებობს, მანამდე რუსული დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება. ამიტომ მეგობრებო, არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დამნებთ. ეს არის ბრძოლა ჩვენი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია სოლიდარობა. ამ ერთმანეთის გვერდში დგომამ, ანადგობამ შეგვიძლია ის, რომ ისე ვაგრძალებთ. სოლიდარობა არის ის იარაღი, ის ჩვენი აქტივი, რომელსაც ყველაზე მეტად ისინი ამერიკას. ამიტომ არასოდეს გაჩერდეთ, არასოდეს დამეწდეთ. გაჩერდებით, სწორედ იქ იქნება უპერსპექტივობა, უიმედობა და რუსული ჭაობი. მე მჯერა, რომ ჩვენი რეალური ძალა ჯერ კიდევ არ მიჩვენებია. ეს პროტესტი გავარვარებულ ნაკვეთს, რომელსაც სული შემოგვდა და უფრო აკისრია. სალო ცოტა კიდე გამოიწვიე. ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს პროტესტი ყველა ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, სოციალურ სფეროში, აკადემიურ სფეროში და ყოველთვის შევარსებოთ ერთმანეთს. არასოდეს დამეწდეთ, არასოდეს გაჩერდეთ. ბოლომდე, გამარჯვებამდე.
რა კადრი? რაგიშოლო, მაშინ მითხარით, ყველა რო არ ვიდგე. აი უყურე. ხო. აუ, წაი დააკურდი, კადრი თუ გააქვს. აგერ ცოტა ხანი არ გამიწიშო. თუ რაღაცა სალომეს დაურეკე და უთხარი რომ ისო ხნა გავჩერდე.
აციეთ რა ცოტა მიკროფონები. Hey! Hey! ეს იყო უცხოელი პროტესტის 366 დღე, 1 წელი.
სიყვარულისთვის რომ მადლობა